ველისციხური გამორჩეული ღვინის მარანია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე. ვიზიტორებს ახლა სიახლით ხვდებიან. სტუმრებს ღვინის ჩანჩქერს თავაზობენ, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ამ სეზონზე რა მოლოდინი აქვს თემაზე ვცლად, მაგრამ ველისციხურის მფლობელ მაია არუთინოვთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენი ტელევიზიის მსმენელს და მადლობას გადაგიხდით საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, მადლობა ქალბატონ თამარს, ყოველთვის გძნობ თქვენ მხარდაჭერას, სიყვარულს და ამისთვის უსაზღროდ ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. პირველ რიგში საინტერესო არის, როგორ გაგიჩნდათ იდეა, რომ ღვინის ჩანჩქერი გაგეკეთებინათ. იდეა თვითონ ჩემ მეუღლეს ეკუთვნის, რაღაცნაირად ინოვატორი ადამიანია და სულ ფიქრობს რაღაცა სიახლეებს და თან უყვარს კეიფი, უყვარს ტრადიციები, ძალიან შეყვარებულია ამ თავის ღვინოზე და სულ ფიქრობს, რომ რა სიახლე დანერგოს და ეს იდეაც მას ეკუთვნის, თვითონ მოიფიქრა, თვითონ გააკეთა და თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოში არ აქვს ანალოგი, თუმცა მსოფლიოში მსგავსი არ არსებობს. თავისი მოფიქრებულია და თავისი გაკეთებული. ძალიან საინტერესოა. როგორ დაიწყო სეზონი ღვინის მარანში წელს? სეზონი გასულ წელთან შედარებით ცოტა მცირე ნაკადით დავიწყეთ, რადგან საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან შეუშალა ტურიზმს ხელი და შესაბამისად ჩვენც ტურისტები ცოტა დაგვაკლდა. გასულ წელს უფრო მეტი ვიზიტორი ყავდა, თუმცა ველოდებით მაისიდან უფრო დიდ აქტივობას, ვფიქრობ, რომ თუ იქნება სიმშვიდე, აუცილებლად იქნება ბევრი ვიზიტორი. გვაქვს ჯავშნები, მადლობა უფალს და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ გაიმართება, ასე ვთქვათ, წელში წლევანდელი ტურისტების რაოდენობა. აი, რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ, ძირითადად ახსენეთ, რომ ჯავშნებიც გაქვთ? ძირითადად, როგორც ევროპული ქვეყნებიდან, ისე საბჭოური ქვეყნებიდანაც, ესე ვერ გამოვყოფ 50-50, აი ძალიან დაბალანსებულად მოდიან, ასე ვთქვათ. ინტერესი ძალიან დიდია ჩვენი მარნის, მოწონთ ძალიან და აი ეხლა უკვე 2-3 ჯგუფი გავისტუმრეთ, რაც ეს ჩანჩქერი გვაქვს და გადარეულები წავიდნენ, ისეთი აღრთოვანება გამოიწვია ამ ღვინის ჩანჩქერმა. რა სერვისებს თავაზობთ ტურისტებს ძირითადად? თვითონ მარანი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის და შესაბამისად ეს დიდ აღრთოვანებას იწვევს ტურისტებში. ეს ძველი შემორჩენილი ქვევრები, ყველა შემორჩენილი გარემო, ეს ეთნო გარემოა აბსოლუტურად ხელუხლებელი, რაც იყო მე-18 საუკუნეში და ეს ძალიან მოსწონთ და დიდ აღრთოვანებას იწვევს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კულინარული მასტერკლასები, რა თქმა უნდა, რთვლის მასტერკლასები, ეხლა დაგვემატა ეს ღვინის ჩანჩქერი და ძალიან კმაყოფილები და სავსეები მიდიან ჩვენგან. რა მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება ზაფხული, შემოდგომა? მოლოდინი მაქვს განმეორდებით, თუ იქნება სიმშვიდე და თუ იქნება საქართველოში სტაბილური მდგომარეობა, აბსოლუტურად გაიზრდება ტურისტული ნაკადი. მე ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა დაბალანსდეს და დამშვიდდეს საქართველოში სიტუაცია და აუცილებლად იქნება კარგი ტურისტული სეზონი. რა სამომავლო გეგმები გაქვთ? მე არ ვიცი, ახლა ეს ჩემი მეუღლე იმდენად ინოვატორია და იმდენად ბევრი იდეა აქვს, რომ ხვალ რას მოიფიქრებს, ეგ არ ვიცი. მე ნამდვილად არ ვარ ამ საკითხში ჩართული. ალბათ რაღაცას კიდე ახსიახლეს დანერგავს და კიდე რაღაცას საოცარს მოიფიქრებს. მაია, თუ გეგმავთ მომავალში სასტუმროს გაკეთებასაც, როგორც ვიცი, ვიზიტორებს აქვთ ხოლმე სურვილი, რომ დარჩნენ ადგილზე. ჩვენ გვაქვს სასტუმრო მარანში გაკეთებული 2 ნომრით, თუმცა ძალიან რთულია ამ ორივე ბიზნესს გაუწყვეს ერთი ოჯახი. მოგეხსენებათ, ჩვენ მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვართ და ჩვენი ოჯახი ჩართული ამ ბიზნესში და აი ტურისტების მიღებას და გასტუმრებას ძალიან დიდი დრო და ენერგია ჭირდება. და უკვე სასტუმროს ბიზნესს რაღაცნაირად თავს ვიკავებთ, რომ იმას სხვა რესურსი უნდა და თუ განვითარდება ვიზიტორთა რაოდენობა თუ მოიმატებს და იქნება ამ კუთხით მოთხოვნა, აუცილებლად დავიყვანთ დამხმარეებს და ეს ამ კუთხითაც განვითარდებით. ალბათ თქვენ აკვირდებით ხო ტურისტებს და განსაკუთრებით რა მოსწონთ ხოლმე, რა იზიდავთ და რატომ უჩნდებათ სურვილი, რომ ხელმეორე დაბრუნდნენ თქვენთან მარანში?
ძალიან მოსწონთ სიძველეები, ძალიან მოსწონთ ოჯახური გარემო, ოჯახური კერძები. ჩვენ არ ვთავაზობთ ტურისტებს რესტორნულ არ გვაქვს რესტორნული შეთავაზება. ჩვენ გვაქვს აი სახლური კერძები, დაუშვათ არც სერვირება გვაქვს გაფორმებული რესტორნულად და ეს ხიბლავთ სწორედ მათ, მოსწონთ ძალიან ღვინო, ჩვენივე მამულებიდან მოყვანილი ღვინო გვაქვს 8 სახის. ამაზე აღფრთოვანებას ვერ მალავენ, იმიტომ რომ ეს ოჯახურად დამზადებულ ღვინოს კიდევ უფრო სხვა გემო აქვს და ეს არის მათთვის ძალიან აღმაფრთოვანებელი. დიახ. და თუ ყიდით ასევე ღვინოსაც ტურისტებზე? რა თქმა უნდა, ღვინოს ყიდით ტურისტებზე. დიახ. და რაიმე სერვისის დამატებას ხომ არ გეკმოთ მომავალში? ჯერჯერობით არა, ეს რაც ანუ ეს ღვინის ჩანჩქერით შემოვიფარგლებით წელს და ვნახოთ მემრისიდან გვიჩვენებს ბაზარზე არსებული მდგომარეობა. დიახ. და მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მარნის განვითარება? მომავალში ვფიქრობ, რომ მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ყავს 2 შვილი, მარანი ველისციხული და ანასტასია ოქრუაშვილი და ჩემი შვილიც აბსოლუტურად არის ჩართული ამ ბიზნესში ყოველდღიურად თვალსადევნებს და ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი გააგრძელებს ჩვენს დატოვებულს და ღირსეულად გაუძღვება ამ საქმეს. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენს მოწვევისთვის.